აფრიკაში ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში რუსეთი ძირითადად დამარცხებულია. ეს იყო ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს სიტყვები აფრიკა ფორვარდის სამიტზე 2026 წელს და ამ სიტყვებმა რუსეთის კოლექტიურ გულში დანასავით ჩაარტყა. რატომ? იმიტომ რომ ბარო მართალია. რუსეთის უკანასკნელი მოკავშირეები მსოფლიოში სწრაფად იქცევიან პუტინის ყველაზე დიდ პრობლემად. ზეგავლენა იკლებს. პუტინს ზურგს აქცევენ. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ რუსეთი გლობალური ზესახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. დაცემა რეალურია და აფრიკა აჩვენებს, რამდენად დაეცა რუსეთი. ბარომ თავისი კომენტარები Le Monde-თან გააკეთა აფრიკა Forward Summit 2026-ის შემდეგ. ეს სამიტი თავისთავად წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რასაც ბარო რუსეთის გავლენის შემცირებას უწოდებს აფრიკაში. ის ერთობლივად უმასპინძლეს საფრანგეთმა და კენიამ, კენიის დედაქალაქ ნაირობიში და 2 დღე გაგრძელდა, 11 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით. დაახლოებით 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტს, ასევე რამდენიმე 1000 ბიზნეს ლიდერი. და საბოლოოდ სამიტის შედეგად საფრანგეთმა სხვადასხვა პროექტში ინვესტირებისთვის 14 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 16.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გამოყოფას დაპირდა. ეს ინვესტიცია ხაზს უსვამს მთავარ განსხვავებას საფრანგეთის მიდგომას აფრიკის მიბომას და პარტთა პუტინის მცდელობას გააძლიეროს რუსეთის გავლენა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით დავბრუნდებით. რაც ამ სამიტმა გამოავლინა არის ის, რომ დაძაბულობა, რომელიც საფრანგეთსა და აფრიკის ბევრ საჰელის ქვეყანას შორის არსებობდა, ასევე კონტინენტზე ფრანგულენოვან ქვეყნებთან, ნელ-ნელა იწყებს შემცირებას. ბარო თვითონაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კოტ-დივუარი სამიც ხალხი დაესწრო, რაც მიანიშნებს ურთიერთობების დათბობაზე. თუმცა იმის გასაგებად, თუ რატო არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რუსეთისთვის, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ცდილობდა პუტინი აფრიკაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რუსეთის მიზანი იყო აფრიკაში გამარჯვება საფრანგეთისა და დანარჩენი ევროპის ხარჯზე. ახლა ეს გეგმები იშლება. არაფრით წარმოიდგენდა პუტინი, რომ რუსეთი კონტინენტზე გავლენის კამპანიის დაწყებისას ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ეს კამპანია დაიწყო აფრიკის საჰელის რეგიონში, რომელიც მოიცავს კონტინენტის დასავლეთ და ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილებს და დაახლოებით სენეგალიდან სუდანამდე ვრცელდება. რუსეთი ამ რეგიონში პუტინის უფრო ფართო მცდელობების ფონზე შევიდა, რათა რუსეთისთვის დაებრუნებინა ის გლობალური გავლენა, რაც საბჭოთა კავშირის დიდების წლებში ჰქონდა. 2014-დან 2019 წლამდე ჩვენ ვიხილეთ, როგორ აჩქარდა ეს მცდელობები. ყირიმის უკანონო ანექსიამ პუტინს საშუალება მისცა ეთქვა, თითქოს რუსული მიწების სამშობლოს უბრუნდებოდა. რუსეთის კამპანიებმა სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ყველამ პუტინს დაეხმარა, შეექმნა მარიონეტებისა და პროქსების ქსელი, რომელსაც მომავალში რუსეთი სასარგებლოდ გამოიყენებს. სტრატეგია თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო. პუტინი ამოარჩევდა აფრიკის რომელიმე ქვეყანას, რომელიც გარკვეულ არასტაბილურობას განიცდიდა და რუსი მხსნელივით გამოჩნდებოდა, რათა სტაბილურობა შეეთავაზებინა უსაფრთხოების და იარაღის სახით. საჰელი პუტინის კამპანიისთვის იდეალური მსხვერპლი იყო. 2010-იანი წლების ბოლოსთვის მთელი რეგიონი ჩართული იყო პრობლემებში, რომლებიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სტრუქტურათა დაშლასთან და ფართო უსაფრთხოების გამოწვევებთან. კორუფცია მრავალი საჰელის ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ხოლო ძალადობა იზრდებოდა. მალიის, ნიგერისა და ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტებმა ხელისუფლება 2020-დან 2023 წლამდე პერიოდში ჩაიგდეს ხელში. მალიაში პუტინმა შესაძლებლობა დაინახა, როდესაც მან რუსი დაქირავებული მებრძოლები და მოგვიანებით ცალკე რუსული ძალა შესთავაზა ხელისუფლებაში მოსული ხუნტის დასაცავად. ეს იყო მოდელი. იპოვო ვინმე, ვისაც მხარს დაუჭერდა გავლენას მოიპოვებ ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების შეთავაზებით. მალი დაიმახსოვრეთ სხვათა შორის. ეს ქვეყანა ალბათ უფრო მეტად ვიდრე სხვა რომელიმე ნათლად აჩვენებს იმ რეალურ პრობლემას, რომელსაც რუსეთი ახლა აფრიკაში აწყდება. პუტინის სტრატეგია გარკვეული დროით მუშაობდა და როცა რუსეთის ლიდერმა უკრაინაში შეიჭრა, მან გავლენის კამპანია კიდევ უფრო გააძლიერა. პუტინს მაშინ არ ესმოდა, რომ ეს შეჭრა საბოლოოდ სწორედ ის აღმოჩნდებოდა, რამაც რუსეთი გატეხა. პირველ 2 წელიწადში ვერავინ ხედავდა რუსეთის მარცხს. 2023 წელს BBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფრიკაში მასშტაბური დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობდა. დიდ სოციალურ ქსელზე დაფუძნებული, რომელსაც არაოფიციალურად რუსოსფერო ეწოდებოდა, ეს კამპანია ავრცელებდა ყველა იმ გზავნილს, რომელსაც პუტინი მიიჩნევდა ევროპული გავლენის შესასუსტებლად აფრიკაში და ამავე დროს აძლიერებდა რუსეთის გავლენას იმ ქვეყნებზე, სადაც მისი გავლენა უკვე გავრცელებული იყო. საფრანგეთი დაადანაშაულეს თანამედროვე კოლონიალიზმში, რაც აღძრავდა იმ ტიპის დაძაბულობას საფრანგეთსა და საჰელის ქვეყნებს შორის, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. უკრაინელები გამოაცხადეს ნაცისტებად და სატანისტებად, როცა რუსეთი ცდილობდა პუტინის შეჭრისთვის მხარდაჭერის შექმნას, რაც მოგვიანებით აფრიკელი მუშახელის ექსპლუატაციაში გამოიხატა. დაქირავებული სამხედრო ჯგუფები, როგორიცაა ვაგნერი, განსაკუთრებით მალიში, დაიწყეს თავიანთი გავლენის გამოჩენა. და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა იმას, რომ რუსეთი ცდილობდა თავი წარმოიჩინა როგორც უსაფრთხოების მთავარი პარტნიორი იმ აფრიკული ქვეყნებისათვის, რომელთა მოზიდვაც სურდა. 2024 წლის ივნისში გამოცემა ინდეპენდენტმა კიდეც განიხილა, რატომ ირჩევდნენ ამდენი ქვეყანა რუსეთს დასავლეთის ნაცვლად. სტატიაში აღნიშნული იყო რუსი პოლიტიკოსების ხშირი ვიზიტები, ვაგნერის მსგავსი დაქირავებული ჯგუფების გამოყენება და რუსეთის აფრიკის კორპუსის შექმნა, რაც ყველა ერთად მიზნად ისახავდა აფრიკული ქვეყნებისათვის გზავნილის გაგზავნას. დასავლეთს თქვენზე არ ზრუნავს. მაგრამ რუსეთი მოგაწვდით უსაფრთხოებას, ჯარისკაცებს და პირდაპირ კავშირს რუსეთის პოლიტიკის ყველაზე გავლენიან პირებთან.
რუსეთი ასევე ჭკვიანურად იქცეოდა იმით, რომ ზედმეტად არ ერეოდა იმ ქვეყნების შიდა საქმეებში, რომლებსაც თავის მხარეს იზიდავდა. სადაც აშეშოთ და სხვა დასავლური ქვეყნები დემოკრატიას უწყობდნენ ხელს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დიქტატორების ან ხუნტების გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, რუსეთი გარეგნულად არ ერეოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი მაინც ახდენდა ამ ქვეყნების გავლენას, მაგრამ ამას კულისებს მიღმა აკეთებდა. ისე რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს რუსეთი უბრალოდ აფრიკულ ქვეყნებს უჭერდა მხარს, რომელთა უმეტესობა შემთხვევით, ნავთობით, მინერალებითა და სხვა რესურსებით იყო მდიდარი და მხარს უჭერდა მათ მიერ არჩეულ ნებისმიერ გზას, რომელსაც ეს ქვეყნები აირჩიოდნენ. პუტინი იყო კეთილგანწყობილი ლიდერი. დასავლეთი ცვლილებების ძალით მოტანას ცდილობდა. თუ რუსეთს გახვებოდი, შენი უსაფრთხოება და თვითმმართველობის უნარი გარანტირებული იქნებოდა. შეტყობინებები შეიძლება ზუსტად იყო მორგებული, მაგრამ პრობლემა, რომელიც პუტინმა ვერასდროს დაინახა, სწორედ ის გახდა მიზეზი, რის გამოც რუსეთი ახლა ასეთ მარცხს განიცდის. უსაფრთხოების დაპირებებს მხოლოდ იმდენი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც შეძლებ მათ შესრულებას. და სწორედ ეს, სხვა რამდენიმე ფაქტორთან ერთად, არის მიზეზი, რის გამოც რუსეთის უკანასკნელი მოკავშირეებიც პუტინს ზურგს აქცევენ. ეს რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე ყველაფერს ცვლის. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, სწორედ ამიტომ ვქნით The Military Shows, რომ ავხსნათ, როგორ მოქმედებს ძალაუფლება სინამდვილეში. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. ასე რომ პუტინმა წლები დახარჯა რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად აფრიკაში. ახლა ეს ყველაფერი ინგრევა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი არის ინვესტიციები აფრიკის კონტინენტში. ინტერვიუში Le Monde-თან ბარომ აჩვენა პუტინის გეგმის მთავარი სისუსტე. რუსეთი თითქმის არაფერს ხარჯავს იმასთან შედარებით, რაც საჭიროა ნამდვილი გავლენის მოსაპოვებლად. ხშირად ზედაპირულ საკითხებზე ვკონცენტრირდებით, მაგრამ რეალობა ნათელია, განაცხადა ბარომ და დაამატა. ვაჭრობის, ინვესტიციებისა და აფრიკელი სტუდენტების ჩვენს უნივერსიტეტებში მიღების თვალსაზრისით. საფრანგეთისა და ევროპის წვლილი აფრიკის განვითარებაში 10-ჯერ, 50-ჯერ, თუნდაც 100-ჯერ აღემატება ისეთ ქვეყნებისას, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი ან აშშ. ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭო ამ განცხადებას მხარს უჭერს და ავითარებს 2024 წლის ოქტომბრის სტატიაში. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ვაჭრობა აფრიკის ქვეყნებთან 2023 წლამდე 10 წლებში გაორმაგდა და 2023 წელს 24.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა ეს მაინც შორს იყო ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 288 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი ასევე ბევრად უსწრებდნენ რუსეთს ვაჭრობის მხრივ და ახლაც ასეა. იმ დროს რუსეთის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები აფრიკის საერთო მოცულობის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. და ის არ უზრუნველყოფდა იმ მასშტაბის დაფინანსებას, რაც საჭირო იყო ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევდა. მაგალითად, მსხვილი ინფრასტრუქტურის ეს ფინანსური პრობლემები ზედაპირზე არ ჩანდა, მაგრამ ის ბზარები, რომლებიც გაჩნდა, მთლიანად დაფარული იყო რუსეთის უსაფრთხოების დაპირებებით. ანტიდასავლური განწყობა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა წარმატებით გაავრცელა ბევრ ქვეყანაში, მუშაობდა მანამ, სანამ რუსეთს არ მოუწია ამ დაპირებების შესრულება. სპოილერის გაფრთხილება. რუსეთს მოუწია თავისი დაპირებების შესრულება და ის კატასტროფულად ჩავარდა. ადრე გთხოვეთ მალიზე გეფიქრათ. ამის მიზეზი იყო. ბოლო მოვლენებმა მალიში გამოავლინა, რომ რუსეთის დაპირებები სრულიად სრულ იყო. პუტინის ძალები ამ ქვეყანაში უნდა დახმარებოდნენ მალის ხუნტას მოსახლეობაზე კონტროლის შენარჩუნებაში, მაგრამ როცა გამოცდა მოუვიდათ, ისეთ ცუდად წარუმართად საქმე, რომ სეპარატისტებსა და ამბოხებულებს მალიში დიდი წარმატებების მიღწევის საშუალება მისცეს. აპრილის ბოლოსკენ მალის აზავადის გათავისუფლების ფრონტმა, რომელიც ჩრდილოეთ მალის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ცენტრალური ხუნტის წინააღმდეგ, შეტევა დაიწყო ქალაქ კიდალზე, რომელიც მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტია. ამ ქალაქში მდებარეობდა რუსეთის აფრიკის კორპუსის რამდენიმე დანაყოფი, რომლებიც სპეციალურად იმისთვის იყვნენ განთავსებულნი, რომ ასეთი შეტევა შეეჩერებინათ, მათ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. აფრიკის კორპუსი კიდალში ალყაში მოექცა და საბოლოოდ მოლაპარაკების გზით გაიყვანეს. თეჰილი იუწყება, რომ ეს გასვლა, როგორც ჩანს, გავრცელდა მალის ჩრდილოეთის უმეტეს ნაწილზე, ანუ იმ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარზე, რომელსაც აფრიკის კორპუსი უნდა დაეცო. ეს თავისთავად საკმარისად დამამცირებელი იქნებოდა რუსეთის დამცველებისთვის. მაგრამ კიდევ უფრო უარესი იყო ის, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს რუსული კოლონა კიდალს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს რუსეთის მარცხს. შემდგომში გაირკვა, რომ აფრიკის კორპუსი იმდენად სწრაფად გაიყვანეს, რომ აღჭურვილობა დატოვეს, მათ შორის ნაღმებისადმი მდგრადი მანქანები, რომლებიც ახლა ალ-ქაიდის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეების ხელშია. ასეთი თავდასხმები ანგრევს იმ ნარატივს, რომ რუსეთი უსაფრთხოებას თავაზობს. ასეთმა თავდასხმებმა შეიძლება კიდევ მეტი აჯანყება გამოიწვიოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბურკინა ფასო და ნიგერი, სადაც აფრიკის კორპუსს, რომელმაც ახლახან დაამტკიცა, რომ ერთადერთ საქმეში, რაც უნდა ეკეთებინა უსარგებლოა, განთავსებული ყავს დანაყოფები. ეს ერთი შემთხვევა მიუთითებს უფრო ფართო პრობლემაზე, რომელიც რუსეთმა თავად შექმნა საჰელის რეგიონში. როგორც Foreign Affairs-მა აღნიშნა 25 მარტის სტატიაში, რუსული უხეშობისა და იმის უუნარობის კომბინაციამ, რომ გავლენის კამპანიით მიღწეული წარმატებები რეალურ შედეგებად გადაექცია, პუტინი საჰელში ჩიხში შეიყვანა. რუსეთს საჰელის ქვეყნებს შორის არანაირი თანამშრომლობა არ შეუქმნია, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია სტაბილურობის პრობლემების გადასაჭრელად, რომლის მოგვარებასაც ამ ქვეყნებს დაპირდა. თუ რამე გააკეთა, რუსეთმა აფრიკაში კიდევ უფრო მეტი დაყოფა შექმნა.
კრემლმა იზეიმა, როდესაც ნიგერმა, ბურკინა ფასომ და მალიმ დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანებიდან გავიდნენ და საჰელის ქვეყნების ალიანსი შექმნეს, როგორც რეგიონის ახალი ეკონომიკური ბლოკი. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, აპლოდისმენტები რეალურ ეკონომიკურ მხარდაჭერას აღნიშნავს. ეს მხოლოდ სიტყვებია და ლოცვები, მაშინ როცა ამ ქვეყნებს რუსეთიდან ფული და რესურსები სჭირდებათ. და რადგან სხვა მოთამაშეები საჰელის რეგიონში და ზოგადად აფრიკაში შემოდიან, რუსეთი ხედავს, რომ მისი გავლენა თანდათან მცირდება. ევროპას და განსაკუთრებით საფრანგეთს უკვე აქვს გავლენა და ისინი ხელახლა აწყობენ ურთიერთობებს. ჩინეთი, თურქეთი და თუნდაც არაბთა გაერთიანებული საამიროები აძლიერებენ კავშირებს, რაც ყველა შემთხვევაში ასუსტებს იმას, რასაც პუტინი ცდილობს აფრიკის ქვეყნებში, სადაც რუსეთი ცდილობდა გლობალური გავლენა გაეზარდა. მოკლედ, პუტინისთვის აფრიკაში ყველაფერი იშლება. კრემლის მილიტარიზებული მიდგომა მარცხ ხდება საფრანგეთისა და ევროპის გრძელვადიან ეკონომიკურ მოდელთან. ბარო ამაზე საუბრობს და გაზეთ Le Monde ეუბნება. უსაფრთხოების საკითხების მიღმა რუსეთის წვლილი აფრიკის განვითარებაში ნულია. საფრანგეთის ვაჭრობა აფრიკასთან 3-ჯერ მეტია ვიდრე რუსეთის. ფრანგული ინვესტიციები 8-დან 10-ჯერ მეტია. აფრიკელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ფრანგულ უნივერსიტეტებში სწავლობენ, 8-ჯერ მეტია. ეს რიცხვები თავისთავად მეტყველებს ყველაფერს. მას მხარს უჭერს ლანსინგის ინსტიტუტის 15 მაისის სტატია, რომელიც უკრაინის ომს ასახელებს როგორც პუტინის გავლენის დაკარგვის მთავარ მიზეზს. ეს აზრი ნამდვილად ლოგიკურია. რუსეთის მთელი სტრატეგია უკრაინაში იყო სწრაფად გაევლო და დაემტკიცებინა რუსეთის სამხედრო ძალა, თანაც დაებრყო ის სახელმწიფო, რომელსაც კრემლი სუსტად მიიჩნევდა. 4 წელზე მეტი გავიდა და რუსეთმა მხოლოდ უკრაინის დაახლოებით 20% დაიკავა და სავარაუდოდ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს ბრძოლა მთელი ქვეყნის დასაკავებლად. ამ პროცესში სანამ 10,000-ობით ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა, ასევე დაახლოებით 1,350,000 ჯარისკაცი და ეს რიცხვი იზრდება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთს აღარ აქვს ფინანსური ან სამხედრო რესურსები, რომ იმ ტიპის მხარდაჭერა გაუწიოს თავის აფრიკელ მოკავშირეებს, რასაც რამდენიმე წლის წინ დაპირდა. რუსეთი იძულებულია დაქირავებული მებრძოლები გამოიყენოს, რათა აფრიკის ოქროსა და ბრილიანტის მაღაროებზე წვდომა მიიღოს. და მალიში მომხდარმა დაამტკიცა, რომ ეს დაქირავებული მებრძოლები თავიანთ საქმეში ნამდვილად არაკომპეტენტურები არიან. მაღაროების ხსენება მიგვიყვანს კიდევ ერთ მიზეზთან, თუ რატომ აგებს რუსეთი ახლა აფრიკაში ისეთივე ცუდად, როგორც აგებს უკრაინაში. რუსეთის მთელი სტრატეგია არ იყო აგებული იმაზე, რომ აფრიკის ქვეყნებს განვითარებაში დახმარებოდა, რათა ყველა მისარგებლოს მათ მიწაზე არსებული რესურსებით. ვლადიმირ პუტინს სურდა ექსპლუატაცია, ზედაპირული დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც რეალურად არასდროს იქნებოდა გამოცდილი, რათა გაევრცელებინა რუსეთის გავლენა და მიეღო ის, რაც ნამდვილად სურს აფრიკიდან, რესურსები, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური. ექსპლუატაცია თავიდანვე არსებობდა, თუმცა რუსეთს მისი პროპაგანდით დამალვა-შემალვა შეეძლო. როდესაც ვლადიმირ პუტინმა 2010-იან წლებში აფრიკაში რუსეთის გავლენა გააფართოა, ეს თავისთავად ექსპლუატაციური იყო. მხოლოდ ვლადიმირ პუტინი იყენებდა სუსტ რეჟიმებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას, რათა რუსეთის გავლენა შეეტანა დაუცველ აფრიკულ ქვეყნებში. ეს იყო იაფი და სწრაფი ტაქტიკა, რომელიც როგორც რუსეთის ბევრი ქმედება და განცხადება კრიტიკას ვერ უძლებდა. ახლა კი როგორც ბარო აღნიშნავს, ყველაფერი, რასაც რუსეთი სთავაზობს, არის ექსპლუატაცია უსაფრთხოების იმ სერვისების სანაცვლოდ, რომლებიც გამოცდისას ვერ ამართლებენ. რაც მევხედავ არის ის, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთისგან არაფერია გარდა უსაფრთხოების მომსახურებისა, აფრიკის რესურსების ექსპლუატაციის სანაცვლოდ. და ბოლო დროს აფრიკაში, ისევე როგორც სხვაგან, მალიში, მაგრამ ასევე ვენესუელიდან ირანამდე და სირიამდე, რუსეთი ძირითადად დამარცხებულია, ეუბნება ბარო Le Monde. კიდევ ერთხელ, ის სწორია. ეს მხოლოდ აფრიკის კორპუსის მარცხი არ არის, რაც პუტინის მიერ დაცვის დაპირებებით მოზიდულ აფრიკელ მოკავშირეებს ყურადღებას მიიპყრობს. ამ მოკავშირეებმა ნახეს, რა მოხდა სირიაში, სადაც ბაშარ ალ-ასადის მთელი რეჟიმი ელვის სისწრაფით დაამხეს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რუსეთი უჭერდა მხარს. ისინი ნახავენ, რა მოხდა ირანში, სადაც უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან პირველ 24 საათში მოკლეს, რადგან რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ვერ შეძლო მისი დაცვა. ვენესუელაში ყოფილი დიქტატორი ნიკოლას მადურო აშშ-ში მაიყვანა ოპერაციაში, რომელმაც რუსეთიდან ყოფილ პრეზიდენტთან გაგზავნილი სამხედრო ტექნიკა პრაქტიკულად უსარგებლოდ წარმოაჩინა. ხელახლა და ხელახლა ეს მოდელი ჩნდება. რუსეთი დაცვის დაპირებას იძლევა, შემდეგ კი ვერ იცავს. მალი იყო პირველი მაგალითი, რომელმაც ნამდვილად იმოქმედა აფრიკის იმ ქვეყნებზე, სადაც რუსეთს გავლენა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი იყოს. და ეს მხოლოდ დაცვის წარუმატებლობის მოდელი არ არის, რასაც აფრიკის ქვეყნები იწყებენ დანახვას. რუსეთის მხრიდან ფართოდ გავრცელებული ექსპლუატაცია აჩვენებს ამ ქვეყნებს, რომ პუტინთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება რეალურად მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს და შეიძლება აქტიურად ავნოს აფრიკას. უკრაინის ომის დაწყებიდან 2024 წლის თებერვლამდე რუსეთმა აფრიკიდან 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა, რომელიც სავარაუდოდ მთლიანად ომის დაფინანსებისთვის იქნა გამოყენებული. ვაგნერის ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად აფრიკის კორპუსად გადაიქცა, ამ ექსპლუატაციაში მთავარი როლი შეასრულა. მალიში რუსეთს ურანისა და ლითიუმის ხელში ჩაგდება სურს. აფრიკის სხვა ქვეყნებში რუსეთი ატარებს რეკრუტირების კამპანიებს, რომლებიც სავსეა დეზინფორმაციითა და მოტყუებით, რათა დაარწმუნოს ახალგაზრდა აფრიკელი მამაკაცები რუსულ არმიაში ჩაეწერონ და უკრაინაში იბრძოლონ. ამ მამაკაცებიდან ბევრმა არ იცის, რაზე აწერს ხელს სინამდვილეში. მათ პირდებიან უკანა ხაზზე სამსახურს, სწრაფად ვიზების მიღებას და ახალ ცხოვრებას რუსეთში.
მაგრამ სინამდვილეში მათ ფრონტზე აგზავნიან, სადაც ისინი პუტინის ომისთვის უბრალოდ საზარბაზნე ხორცად იყენებენ. უკრაინამ თებერვალში განაცხადა, რომ მისი მონაცემებით რუსეთთან ერთად მებრძოლი აფრიკის ქვეყნებიდან 1780-ზე მეტი მოქალაქეა. პუტინი და მისი გარემოცვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფენ. მაგრამ აშკარაა, რომ ექსპლუატაცია, რომელიც ყოველთვის პუტინის გონებაში იყო, ახლა აფრიკის ხალხსაც ვრცელდება. და ეს ალბათ ყველაფერზე მეტად იწვევს ისეთ უკუქმედებას, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს ბანკოს სახლი, რომელსაც უკვე ნახევარი დასტა აკალდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო აღნიშნავს, რომ აფრიკელი ლიდერები იწყებენ რუსეთის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს. ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აფრთხილებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომ არ დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში. სამხრეთ აფრიკაში ოფიციალური პირები იღებენ პანიკურ ზარებს მოქალაქეებისგან, რომლებიც რუსი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფებში ჩარჩნენ და უკრაინის დონბასის რეგიონში ბრძოლაში გაეხნენ. თუმცა ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. რუსეთი იპარავს ყველაფერს, რისიც აღებაც შეუძლია აფრიკიდან, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს. თუ პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს შეეძლოთ უზრუნველყოთ ის უსაფრთხოება და დაცვა, რაც მათ თავიანთ პარტნიორებს დაპირდნენ ამ ექსპლუატაციის სანაცვლოდ, მაშინ ყურადღება შეიძლება სხვაგან გადატანილიყო და რუსეთის ქმედებები შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ ასე არ ხდება. რუსეთისგან რეალური დაცვა არ მოდის. თითქმის არ არის ფული, განსაკუთრებით მაშინ, როცა შევადარებთ იმას, რასაც ევროპა და ჩინეთი აფრიკაში დებენ. ახლა მხოლოდ ექსპლუატაცია არსებობს. რუსეთის უახლესი მოკავშირეები ამ ფაქტს აცნობიერებენ და იცხრებენ მხარის შეცვლას. დაცვის მითი დაინგრა და პუტინი მხილებულია. ახლა ჩვენ ხედავთ რუსეთის გავლენის კოლაფსს იმ კონტინენტზე, რომელსაც პუტინი ფასდაუდებლად მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა მოუნდეს აფრიკულ ქვეყანას რუსეთთან თანამშრომლობა იმის შემდეგ, რაც მოხდა? ეს არის ბაროუს აზრი, რადგან ყველაფერი, რაც რუსეთმა შეძლო, იყო ის, რომ ევროპისთვის ხელახლა გაააღო კარი, რათა ის აფრიკაში მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს. ჩვენ შევეხეთ მალიში მომხდარ ინციდენტს და განვიხილეთ, რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთის ბედი და მისი გავლენის კამპანიისთვის აფრიკაში. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ ინციდენტის შესახებ და რას ნიშნავს ის რეალურად რუსეთისთვის, ნახეთ ჩვენი ვიდეო. თუ ეს ვიდეო საინტერესო მოგეჩვენათ, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, სადაც ვსაუბრობთ, როგორ მუშაობს რეალურად ძალაუფლება და განვიხილავთ ყველა იმ ინციდენტს, რომლებიც ამტკიცებს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ისეთ ძლიერები არ არიან, როგორც სურთ რომ გჯეროდეთ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.